ბერძენი ბერმონაზრის მამა ელპიდეს საუბარი მოახლოებული სამყაროს უკანასკნელი დღეების შესახებ. ჩემო შვილებო, გაგონილი გაქვთ, რომ ათონის მთაზე მონასტერში ირწევა კანდელი, რაც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სამყაროს უახლოვდება დიდი განსაცდელები. მაგრამ უამრავ სხვა ნიშანთა შორის ამ ნიშნითაც უფალი ღმერთი ჩვენი გვეუბნება. მომიახლოვდით და გამიხსენეთ, გახსოვდეთ ის, რაც მე გასწავლეთ. ერთი მსურს თქვენგან, მომიახლოვდით ეკლესიის საიდუმლოებების მეშვეობით. ატარეთ ჩემი ტვირთი, რომელიც არ არის მძიმე. მე მამა ვარ თქვენი, თქვენ ჩემს გულში ხართ ჩემო მემკვიდრენო. თქვენ კი აკეთებთ იმას, რასაც გირჩევთ მტერი სატანა. ახლა თქვენც უკვე ხედავთ და გესმით, სოფლიოში ყველაფერი არეულია. მამა ელპიდე. ბევრი ასეთი ნიშანია ამჟამად, ისინი ძალზე ცხადია. უფრო მეტიც მინდა გითხრათ. ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ აპოკალიფსის ეპოქაში, იმდინარეობს აპოკალიფსური მოვლენები. ძალიან რთულ ხანაში მოგვიწია ცხოვრება, მაგრამ შეიძლება ბევრი თქვენგანი ვერც კი აცნობიერებს, რომ ეს აპოკალიფსური დროა. მთელი მსოფლიო ცხოვრობს ცრუ წინასწარმეტყველის, შემდეგ კი ანტიქრისტეს გამოჩენის ხანაში. აღარაა ურთიერთგაგება ოჯახებში, ასევეა პოლიტიკაშიც და სულ მალე ვნახავთ, რომ იგივე ვითარება იქნება იერარქიაშიც. მართლმადიდებლებს ეს ცოტა გვიან შეეხებათ. არავის სურს უფლის კანონებით ცხოვრება. ღვთის კანონი მთელ მსოფლიოში დევნას განიცდის. ყველა სახელმწიფოში, ყველა კონტინენტზე იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სამყაროს მოწყობის ღვთაებრივ პრინციპებს. განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში გამოჩნდა. ახლა იღებენ ისეთ კანონებს, რაზედაც ადრე ამაზე საუბარიც კი სირცხვილი იყო. არათუ ამის კეთება. ამ კანონებს ანომალიურ ქორწინებამდე მიხავთ, ერთსქესიან ქორწინებამდე. ეს სოდომური ქორწინებებია. უარყოფათ ღმერთის მთავარ ჯილდოს, ქალისა და მამაკაცის წმინდა კავშირის შეერთებას, რომლის დროსაც სულიწმინდის მადლი ჯვრისწერის დამყარებს თქვენს კავშირს. ამის უარყოფით თქვენ უზენაესაც უარყოფთ და ვერც კი ხვდებით, რა ფასეულობას კარგავთ. სიტყვა ფასეულობამაც დაკარგა თქვენთვის მნიშვნელობა. კიდევ ბევრ რამეს იხილავთ. ჰომოსექსუალიზმს დაარქმევენ სექსუალურ დისბალანსს და ისეთ კანონებს მიიღებენ, რომ ჰომოსექსუალები იმ დროიდან კანონიერება იცხოვრებენ. არც რომის პაპი, არც ერთი კათოლიკე იერარქი და ღვთისმეტყველი არ ეტყვის სიტყვას ამის წინააღმდეგ. ყველა ამას გამოაცხადებს როგორც სიახლეს, ჩვეულებრივ გონივრულ ამბავს. თქვენ გაშფოთებთ ასეთი კანონების მიღება. აბა წარმოედგინეთ, როგორ იერებს უჩენს იგი უფალს, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, დაიბადა ჩვენთვის და თითქოს არაფერს არ წარმოადგენს. მოვიდა უცოდველი, ავიდა ჯვარზე. აღსრულების წინ დაითმინა შეურაცხყოფანი და ეს თავისთვის კი არ გააკეთა, არამედ მხოლოდ ჩვენთვის. ჩვენ კი ახლა მშვიდად ვადევნებთ თვალს ისეთ კანონების მიღებას, რომლებიც სრულიად საპირისპიროა სახარების და ჩვენი დუმილი ასეთ დროს ამ სატანისტური კანონების მიღებაში თანამონაწილეობის ტოლფასია. და აი ამიტომ სრულიად დაუშვებს ღმერთი ადამიანების მათთან მიახლოების ნაცვლად სატანის ხელში ჩავარდნას. რა კი თავად ადამიანები მიისწრაფვიან სატანისკენ, რატომ უნდა შეუშალოს მათ ხელი? ასე შევამაც ცხოვრებაში სატანის სიყვარული. დააკურდით და ნუ გაგიკურდებათ. აირისი გადატანა მოგიწევთ ღვთის დაშვებით. სატანის კლანჭებში ადამიანები იქნებიან შიშით, ტკივილით, სიცრუით, მწუხარებით და პანიკით ახსავსენი. განაჩვენ არ მივლტვით ამ კლანჭებისაკენ, ხო და ახლა ვტყვებით ამით. ამჟამად ყველა ხელისუფლება და სახელმწიფო შედგება სატანის ნამოქმედარით და მათ მიღებულ კანონებსაც ეშმაკის კონტროლისკენ მივყავართ. საბოლოო ჯამში რაც დასრულდება ცრუ წინასწარმეტყველის აღსევებით. მათ წყურიათ მისი მოსვლა ისევე, როგორც გამხვარ მიწას წყურია წვიმა, მაგრამ რაც მათ ელით, ვერც აცნობიერებენ. სამწუხაროდ ეს სულისკვეთება თანდათან ეკლესიაშიც აღწევს. ძალიან ამაზრზენი რამ მოხდება იქ შიგნით. ძალიან დასანანია, რომ სატანამ შეძლო ეკლესიაში, კერძოდ კათოლიკურსა და პროტესტანტურში, ძალიან მაღალ თანამდებობებზე დაესვა საკუთარი რჩეულები. ძალიან ბევრი ძლიერი პიროვნებები, რომლებიც მთლიანად არიან დაქვემდებარებული სატანას. კათოლიკური ეკლესიის პირდაპირ გულში სატანამ დაადგინა ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ცრუ წინასწარმეტყველის მოსვლას. ისინი ამზადებენ აპოკალიფსური მოვლენის აღნიშვნას, რომლებიც აღწერილია სახარებაში. ეს მოვლენები ადამიანებს მოუტანს მხოლოდ დიდ მწუხარებას. ამავე დროს დემონები და თავად ლუციფერი ამზადებენ სრულ აპოსტასიას და კათოლიკური ეკლესიის დაყოფას და დაიწყება ეს სრული აპოსტასია, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს
სოფლიო ეკლესიათა გაერთიანებებსაც საბჭოში შესვლით. ამ ერთიან ეკლესიას ამზადებს ეშმაკი ანტიქრისტესათვის. ის პროტესტანტული ეკლესიებიც კი მაგალითად ევანგელისტური, რომლებიც თავიდან შეეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას, პირდაპირ გაგებით შერეკილნი იქნებიან იქ. შეიძლება ახლა არ დაიჯროთ, მაგრამ რაც მალე ნახავთ ამ მოვლენებს, იტყვის უფალი, თუ შესაძლებელია ეს ყველაფერი მართლაც სინამდვილე იყოს. ძალიან ბევრი ამის შესახებ დაყრის ფარხმას. შეშფოთდება, იქნება საყოველთაო შოკის მდგომარეობა. ყველა მორწმუნესაც კი უიმედობის განცდა შეიპყრობს. ამრიგად ამას მე კი არ ვამბობ, არამედ ზეცა. ლუციფერის მიზანია შექმნას ერთიანი რელიგია, რომელშიც ნებსი თუ უნებლიეთ გაერთიანდება ყველა დოგმა და აღსარებლობა. ამ გეგმაში მხოლოდ შტრიხი იქნება ანტიქრისტეს მიერ ამ ერთიანი რელიგიის და აღსარებლობის უგულებელყოფა. იგი პირველ რიგში აცდუნებს ათეისტებს, შემდეგ მოუწოდებს ყველა რელიგიის გაუქმებისკენ. იმ საბაბით თითქოს ამ გზით სურდეს მათ შორის წინააღმდეგობის აღმოფხვრა. სისხლისღვრის დასრულდება. პირდაპირ ასე იტყვის. აი მე ვარ თქვენი ღმერთი, მიწამეთ და მე გადაგარჩევთ. ამ საქმეში მის დამხმარენი იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთელ სოფლიოში ხელისუფლების სათავეში დგანან და ამგვარი ვითარების შემდეგ ფსევდოსიყვარულის ლოზუნგის ქვეშ განადგურებული იქნებიან ყოველგვარი სამართლის კანონების უგულებელყოფით. ისინი ვინც გაილაშქრებენ სოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. ამ სოფლიო წესრიგის იდეები და წყობილებანი გამტკიცებული იქნება ეკლესიის წესდებით, პრინციპით, ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი წინააღმდეგია. დევნილებაში იქნებიან ყველანი, ვინც გაბედავს სიტყვის თქმას, სოფლიო მბრძანებლების და მათი ეკლესიის წინააღმდეგ. ანტიქრისტეს მოსვლამდე მისი წინამორბედნი დაიწყებენ ტაძრების და მათ წესგანგების შეცვლას. აღარ იქნება განსხვავება სინაგოგასა და ქართულ ეკლესიას შორის. ამასთანავე ეცდებიან რაც შეიძლება მეტი მართლმადიდებლური ტაძრის გადაბირებას. ასე რომ ყველგან შეეძლებათ ლოცვა. მაშინ უკვე ბუნებაში დაიწყება უცნაური მოვლენები, როგორც ცაში, ასევე მიწაზე. მათი ეკლესიის წიაღში საშინელი არეულობა მოხდება. კარდინალები გამოვლენ კარდინალების წინააღმდეგ, მეოფეები მეოფეთა წინააღმდეგ. ანტიქრისტეს ყველა მსახური პირველობისთვის იბრძოლებს, რაც დროსაც ერთმანეთს გზიდან ჩამოიშორებენ. ანტიქრისტეს წინამორბედების ამ ნაბიჯებს ჯერ თავად ბუნება დაუწყებს ხილებას. იგი კარდინალურად შეიცვლება, რითაც რეაგირებას მოახდენს ამ უკანონობაზე. თითქოს აღშფოთება, როგორც ზესაში, ასევე მიწაზე. საოცარი და განსაკუთრებული ზეციური მოვლენები მოხდება. ისინი იმდენად დაუჯერებელი იქნება, რომ დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანიც კი მიხვდება, რომ სამყაროში რაღაც ისი არაა და ყველაფერი იცვლება. მორწმუნე ადამიანებისათვის ეს ფენომენალური მოვლენები, რომლებსაც თავად შეიძლება ეწოდოს სასწაული, მხოლოდ იმის დასტური იქნება, რომ უფალი გვერდითაა და ყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება მაგრად ჩასჭიდონ მას ხელი. უფალი ამ დროს მათთან ისიახლო იქნება, როგორც არასდროს. ეს კიდევ ერთი დამატებითი შანსი იქნება მორწმუნეთა გადარჩენისთვის და მათი სინანულიც იქნება გულწრფელი, სუფთა გულიდან მომავალი, მცირედი დაეჭვების გარეშე. ისინი კი ვისი გულის გარყვნილია და თავად ცოდვებითაა დამძიმებული, მათი არსება უბითაა დაფარული. ეს იქნება აღსასრულის დასაწყისი. ამ მომენტიდან დაწყებული ძალიან მოიმატებს სიკვდილიანობა, თუმცა მაინც ძალიან ბევრი გადარჩება, რამე თუ უფლისათვის არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანი. მის თვალში ყველას განუზომელი ფასეულობა გააჩნია. მიწაზე უფალი თავის ძალას სხვა გზით ავლენს და ამას აჩვენებს ძალიან ცხადად. იმიტომ რომ ადამიანები ღვთისმფრინავი ზურგს აქცევენ ღმერთს, ანგრევენ მის მიერ შექმნილ სამყაროს, წვდიაჩი დანთქმული ადამიანები იგონებენ კლიმატურ ბირთვულ, ბიოლოგიური იარაღის, გენეტიკურ საშინელებებს და ამ თავისი გამონაგონებით, სიძულვილითა და სიხარბით ეს ადამიანები ეშმაკის ნაშიერებად იქცნენ. მივიდნენ უფლის მთავარი ქნილების, ადამიანის განადგურების ზღვამდე. დედამიწის წრებულისას ასევე გამოვლინდება ფიზიკური ანომალიები, რის შედეგიც პირველ რიგში იქნება მიწისძვრები და ისინი მოხდება იქაც კი, სადაც თითქოს არასოდეს არ უნდა მოხდარიყო. მოხდება კატასტროფული წყალდიდობები და ესეც იქნება ალოგიკურ ადგილას. ბუნებრივი და ატმოსფერული მოვლენები ანომალიური გახდება და არა მხოლოდ ანომალიური, არამედ კატასტროფულ სახეს მიიღებს. წვიმას და სეტყვას გაათმაგებული ძალა იქნება. წამოვა კოკისპურული წვიმები, რომლებიც რამდენიმე დღეს გასტანს და გაანადგურებს ნათესებს. სეტყვა ზომით ქათმის კვერცხის ტოლი იქნება. იგი შეძლებს არა მარტო მანქანის მინების ჩამწვევას, არამედ რკინის დაზიანებასაც. ძალიან ხშირი შემთხვევა იქნება, როცა სეტყვისაგან ადამიანები დაიღუპებიან. მიწაში გაჩნდება ისეთი უზარმაზარი ნაპრალები, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ ცალკეულ სახლებს, არამედ მთელ ქუჩებს და ეს ყველაფერი მოხდება იმიტომ, რომ
თავად ბუნება ვეღარ გაუძლებს ადამიანების უგუნურებას. პირველ რიგში კი ესეხებათ მასონებს და განმანათლებლებს, რომლებიც ამზადებენ ანტიქრისტეს მოსვლას და არიან სატანის ზემოქმედების ქვეშ. მათ გადალახეს ყოველგვარი ზღვარი გონიერების. ისინი ხორცს ასხამენ მთავარი კაცთმოძულის გენიალურ გეგმას. სანამ ეს გეგმა ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ზოგადი ანალიზით და სატანური კანონების გათვალისწინებით შეგვიძლია გავიგოთ არსი მასონების მიერ შემუშავებული სოფლიო წესრიგისა. ეს არის სოდვის და კანონების და ადამიანის მორალური პრინციპებისაგან გათავისუფლების წესრიგი. ჩემო შვილებო, მინდა გითხოვოთ, ილოცეთ ჩვენი სამშობლოსათვის. იგი საფრთხეშია. ჩვენ გვემუქრება განადგურება. თქვენ ყველამ უნდა შექმნათ მსოფლიო ჯაჭვი, ლოცვითი ჯაჭვი. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხეში ვართ და არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ასევე ჩვენი რწმენაა საფრთხეში. უპირველეს ყოვლისა, რამე თუ ეშმაკი ნგრევას ჩვენი რწმენიდან დაიწყებს. რადგან მართლმადიდებლური სახელმწიფოები უშლიან ანტიქრისტეს ხელს მისი სამეფოს შექმნაში. ჩვენი მორალური პრინციპები მათ ეწინააღმდეგებიან კაცობრიობის საბოლოო გარყვნაში. თავი დაინდაბლეთ და შეინანეთ. არ გატყდეთ და არ შეწყვეტოთ ლოცვა. შეინანეთ და დაუბრუნდით ღმერთს. მხოლოდ ასეთ სინანულს იწირავს ღმერთი. ლოცვას გულწრფელს ღვთის სიმდაბლე, რადგან ასეთი ლოცვა ჩვენთვის ფარი ხდება. ცოტაცა ჩვენ ვნახავთ ისეთ უკანონობას და განუკითხაობას, რომ არავითარი ეჭვი არ შეგვეპარება იმაში, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. მიდის ომი და თანაც ომი მზაკვარი. მისი მზაკვრობა კი იმაში, რომ თითქოს მშვიდობიანად ცხოვრობთ სისხლის და დევნის გარეშე. სწორედ ამაშია ამ ომის მუხანათობა. იგი გვაძლევს უსაფრთხოების დროებით განცდას. ამის პარალელურად კი მთავარი შერკინება მიდის სულიერ სამყაროში. ჩვენს ახალგაზრდებს ხვდიან მასმედიის და ტელევიზიის საშუალებით და ეს ყველაფერი იმათი გეგმაა, ვინც მართავს სოფლიოს. არ გეგონოთ, რომ ისინი ბევრნი არიან. ეს ერთი მუჭა სატანისტებია, ვინც მართავს სოფლიოს. როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს და ისინი ძლიერნი არიან. ეს არის ორიზე სახელმწიფო, ამერიკა და ევროპა. აი ამ ორმაზე სახელმწიფომ დაამყარა თავისი კანონები მთელ პლანეტაზე. რისი წყალობითაც აქვთ კონტროლი პროდუქტებზე და ნივთებზე, ესე იგი მთელ კაცობრიობაზე. ისინი გვერდსულიან ღვთის ყველა კანონს. გენმოდიფიცირებული აქვთ პროდუქტები და გვწავლამდნენ როგორც შიგნიდან, ასე გარედან. რამე თუ მათ ერთ-ერთ მიზანს შეადგენს პლანეტის მოსახლეობის შემცირება. ვიცი რომ ბევრი თქვენგანი, ვინც ახლა გვისმენს, ცხოვრობს ამერიკასა და ევროპაში. ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ თქვენ. გააგებინეთ თქვენს ახლობლებს და ნაცნობებს, შექმნით ლოცვითი ჯაჭვი და იგი დაგეხმარებათ მოსალოდნელი განსაცდელებისგან თავის დასწრაში. რადგან ამერიკაში სულ მალე დაიწყება კატაკლიზმები, სეციური მოვლენები და ადამიანური მსხვერპლი, საშინელი ტერორისტული აქტები, მოწამლული ატმოსფერო თავად დაიწყებს მუქარით სავსეს მოქმედებას, ქარიშხალი და ტორნადოები თითქოს ჩვეულებრივი რამ გახდება. ის, რასაც ამერიკელები წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ სხვა ქვეყნებს, ბუმერანგივით უკანვე დაუბრუნდებათ. ეს თითქოს ომი იქნება, მაგრამ რაღაც ბიოლოგიური და ქიმიური სახით. თითქოს მიწა გამოეცლებათ ფექვეში. დიდ ნაპრალებში დაემთხვება არა მხოლოდ სახლები, არამედ მე ვიტყოდი მთელი შტატები. მიწისძვრები მუდმივ ხასიათებს მიიღებს. მასმედიაში თითქოს შეწყდება სხვა თემების განხილვა და მთელ სივრცეს ამერიკის კადრები დაიკავებს, რომელიც ყოველგვარ წარმოსახვას აღემატება. ყველაზე საშინელი კი ჯერ კიდევ წინაა. თუ კი ამერიკელები არ მოინანიებენ, მათ ძალიან დიდი უბედურებები ელით. მაშინ ბევრი შეღაღადებს ღმერთს, მაგრამ ასეთები უმცირესობაში იქნებიან. ევროპა კი ევროკავშირის შექმნით დაადგა სიცრუის გზას. რადგან ეს არის სრულიად უკანონო, ანტიკონსტიტუციური გაერთიანება, რომელსაც პირდაპირ ეშმაკი ხელმძღვანელობს. დემონის მიზანი სწორედ იყო ის, რომ შექმნილიყო თავისუფალი ეკონომიური ევროპის სახელმწიფოთა კავშირი, რათა თავგზა ეებნია პოლიტიკოსებისა და ერებისათვის. ეს ჭირდებათ საიმისოდ, რომ ყოველი ევროპული სახელმწიფო ამყოფოს ეკონომიურად ცენტრზე დამოკიდებული. მოახდინოს მათი კრახი და თანდათან უბიძგოს მათ ერთი ქარიზმატული ლიდერის აღიარებისკენ. ეს გეგმა დასასრულს უახლოვდება. სცენარი გათამაშდება ნოტებად. მოცემულ მომენტში ევროპაში ცალკეული დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, ევროკავშირის დაქვემდებარებული ქვეყნებია. ევროკავშირის ყველა ქვეყნის გერმანიის, ინგლისის, იტალიის, საბერძნეთის და ასე შემდეგ სათაოში განა მსოფლიო ხელისუფალთა ყურმოჭრილი მონები, რომლებზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ისინი პირდაპირ სატანისგან იღებენ ბრძანებებს. სწორედაც რომ ბრძანების შეწინააღმდეგების საშუალება კი არავის გაარჩნია. ევროკავშირის 10 წამყვანი სახელმწიფო, რომლებიც ითვლება ყველაზე მეტად სტაბილურად, გერმანიაც კი, რომელიც ნახევარ მსოფლიოს თავის პოლიტიკას უკარნახობს, ყველა იმართება გარედან.
სულ სხვა ვიღაცები იმალებიან პრეზიდენტებისა და კანცლერების ფარდის უკან. იმალებიან ინგლისშიც. ისინი ასევე მართავენ იტალიასაც. ამჟამად ცდილობენ არეულობა მოახდინონ საფრანგეთში. საფრანგეთი შემდეგია მათ გეგმაში. ამის პარალელურად კი მსოფლიოს მმართველები ცდილობენ მთელი პლანეტის რესურსები იგდონ ხელთ, პირდაპირი გაგებით. ექსპროპრიაციას უკეთებენ ყველაფერს, რაც მათ არ ეკუთვნით. ყველაფერი ისე შეიფუთება, თითქოს ამას ინგლისი აკეთებს. მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა, რადგან საბოლოოდ ინგლისიც ისევე დამონებულია, როგორც ყველა დანარჩენი. ბევრი თქვენგან ინახავს, რომ სწორედ აქედან გამოჩნდება ამ სანატრელი მეფე, რომელსაც ამდენი ხანი ელია. ეს იქნება დიადი მმართველი და ღმერთი. თავდაპირველად იგი იქნება კეთილმოსურნე იუდეველი ხალხის მიმართ. ამის შენებურასაც კი არ ეცდება. ეს ქარიზმატული მმართველი ინგლისის სრული დამორჩილების შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე შექმნის იუდეველთა სახელმწიფოს ებრაელთათვის, უზარმაზარ სახელმწიფოს. განსაკუთრებით მინდა მიაქციოთ ყურადღება. ახალ ებრაულ სახელმწიფოში გათამაშდება სცენარი. ალბათ უმრავლესობა მიხვდა უკვე, რომელ სცენარზე ვლაპარაკობ. სწორედ იმ ახალ შექმნილ სახელმწიფოში ეცდებიან ააშენონ ტაძარი მათი მეფისა და ღმერთისთვის. ეს იქნება ანტიქრისტეს ტაძარი. იმ მომენტში მსოფლიოში იმძინვარებს საშინელი სისხლისღვრები. ადამიანები გამოიფიტებიან და სიკვდილის ზღვარზე მივlen პროდუქტების, მედიკამენტების და სამედიცინო დახმარების არქონის გამო. მაგრამ ყველაზე საშინელი ომი დაიწყება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. და იმ მსოფლიოს მმართველი ტელეეკრანით გამოადაიტყვის. უნდა გაუფრთხეს ყველა რელიგია, რომელიც ფანატიზმის გამო ერთმანეთს ანადგურებს. დედამიწაზე მშვიდობის დამყარება შემეძლია მხოლოდ მე. ბევრი ერწმუნება მტარვალს. ომებით გატანჯულები მას მიენდობიან და აირჩევენ. სწორედ ზადს რომ აირჩევენ მას, შიში, პანიკა, უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანა, ეს თვისებები ითამაშებს გადამწყვეტ როლს მის გამეფებაში. ის, ვინც არ დაიმორჩილება და საჯაროდ ამხელს მას, უბრალოდ უხმაუროდ გაქრება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ოსა მშვიდობის მყოფელი ეცდება გაუფრთხილდეს ამ იმიჯს. შემდგომ უკვე დევნა დაიწყება და მას შეუნიღბავი სახე ექნება. ეს იქნება ბრძოლა სისტემის მოწინააღმდეგეებთან. ამ მომენტისათვის უკვე მზად იქნება დამღა. ის, რასაც ჩვენ ჩიპს ვეძახით. აქამდე რაც ვიცოდით ჩიპის შესახებ, სრულიად არ ასახავს ამ უძლიერეს იარაღის არსს, რაც იგივე ანტიქრისტეს ბორკილებია. იმ მომენტისათვის ნანოჩიპების სისტემას ექნება კონტროლი არა მხოლოდ ადამიანის სხეულზე, არამედ მის ტვინზეც. ეს იქნება იდეალური კონტროლიორი არა მხოლოდ ადამიანის სასიცოცხლო ორგანოების, არამედ გრძნობების, აზრების. იგი იქნება ჩანერგილი თავის ტვინის ნეირონებში გადამცემის სახით, რაც შექმნის ადამიანის გენეტიკურ ბაზისთან ერთ მთლიანობას. ნანოჩიპამდე გამოყენებული იქნება უფრო მარტივი კონფიგურაციები. ისინი ახლა უკვე გამოიყენება იმპლანტანტებად ადამიანის ორგანებში. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვიცით. იმპლანტანტები ძალიან სწრაფად იხვეწება. ამან უკვე მიაღწია მაღალ საფეხურს, მაგრამ ზემოთხსენებული უკანასკნელი ნანოჩიპის ორგანიზმიდან მოცილება შეუძლებელი იქნება, რადგან მისი მოცილებით დაირღვევა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები. იდეალური შედეგის მისაღებად მას გამოცდიან არა ცხოველებზე, არამედ ადამიანებზე. გამაოგნებელი იქნება ის მასობრიობა, რომელიც გამოჩნდება ადამიანების მიერ ჩიპის მიღების დროს. ეს განსაკუთრებით ეხება განვითარებულ ქვეყნებს. ახლა რამდენიმე სიტყვით ვეცდებ მოგიყვეთ, როგორ იმუშავებს ეს ჩიპი. ჩვენ უკვე შეჩვეული ვართ სატელიტური ანტენების ნახვას სახურავებზე და აივნებზე. ისინი თანამგზავრიდან იჭერენ სიგნალს და აწვდიან ტელევიზორებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ სხვადასხვა ქვეყნიდან სასურველ გადაცემებს. ანუ ამისათვის რა არის აუცილებელი? ანტენა. ასევე ადამიანში მონტაჟდება ეს თანამგზავრული თევში, რომელიც მიიღებს შესაბამის სიგნალს. შემქმნელების აზრით ეს არის ზეიდეალური ტექნოლოგია, რომლის შესახებაც თქვენ ჯერ არც გსმენიათ. ეს არის ადამიანის ორგანოში ჩანერგილი ჯაშუში, მაგრამ თავისთავად ადამიანის ტვინსა და სხეულს იგი ვერაფერს მოუხერხებს, სანამ არ ექნება კავშირი კოდირების ტერმინალთან. ნანოჩიპი ადამიანის ორგანოში შეყვანილი იქნება ლაზერის მეშვეობით და ამის შემდეგ იგი არც ერთი ხელისუფლებისა და არანაირი ვითარების დროს ვეღარ გამოიდევნება ადამიანის ორგანიზმიდან. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ახალშობილებს ჩაუნერგავენ ამ ჩიპებს. ანტიქრისტეს წინამორბედის და ცრუ წინასწარმეტყველის დროს, ასევე სიკეთის ნიღბით, ეს ჩიპები შეყვანილი იქნება სპეციალური ნემსებით ადამიანებში, რაც უკვე ხორციელდება კიდეც. ამჟამად ამით ადამიანთა რეაქციას ამოწმებენ იმპლანტანტებზე. ის ნანოჩიპი კი თავიდან შეყვანილი იქნება აცრების სახით საიდუმლოდ, რათა არავინ იცოდეს ამ ტექნოლოგიებზე. ანტიქრისტეს მოახლოებასთან ერთად კი მათი ქმედებები სულ უფრო აშკარა გახდება.
ის იდეალური ნანოჩიპის სახეობა იქნება საბოლოო. ეს იქნება კაცობრიობის სიკვდილი. რატომ? იმიტომ რომ ეს იმ დონის ტექნოლოგია იქნება, რომ ადამიანის აზრიც კი მათი სხეულიდან უკვე იმპულსურად გადაეცემა ცენს და კონტროლიერებს ეცოდინება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა შვაში ვართ მართლმადიდებლები? ვეცდები აგისნათ. ჩვენშიც გენმოდიფიცირებული პროდუქტებით თვითმფრინავების გამონაბოლქვიდან, წყლიდან ადამიანის ორგანიზმში 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს ეს ეგრეთ წოდებული თანამგზავრული თევზები. თუმცა მაკოდირებლის გარეშე ისინი ორგანიზმში ვერაფერს მოახდენენ. ნუ დაგავიწყდებათ რაც ხდება ჩვენს გარშემო. ათასობით გაუგებარი დაავადება და გაუგებარი დარღვევა ადამიანის იმუნურ სისტემაში. მაგრამ ჩვენ გვაქვს ანტიდოტი. ეს ანტიდოტი იმდენად ძლიერია, რომ არც ერთი უცხო სხეული ვერ გაძლევს დიდხანს ჩვენს ორგანიზმში. ეს ანტიდოტი არის წმინდა ზიარება. უფლის სისხლი წმენს ჩვენს ყველანაირი სიმახინჯისგან, რაც შედის ჩვენს ორგანიზმში. მხოლოდ წმინდა საიდუმლოს მეშვეობით ჩვენ ვრჩებით მეტნაკლებად გონებით და სხეულით ჯანმრთელი. ვაი და სამგზის ვაი მათ, ვინც ანტიქრისტეს ბეჭდის გავრცელების პერიოდში არ იქნება ქრისტეს ხორცის მაზიარებელი. ბევრს არც კი ესმის რაზე ამბობს ვარს სხვადასხვა საბაბით. მხოლოდ თავად უფლის ძალას და მის სისხლს და ხორცს ძალუც გაანადგუროს ნანოტექნოლოგიების მთელი მზაკრობა. მხოლოდ ამას შეუძლია დაიცვას ადამიანი. ყველა ის, ვინც არ იქნება მაზიარებელი, ძალიან დაიტანჯება. მათ აუტანელი ტკივილები ექნება. ვინც არ ილოცებს, მისი აურა იქნება აბსოლუტურად შიშველი მტრის წინაშე. თითქოს მიიწევს კიდეც მტერს შემოდო, რომელი მხრიდანაც გსურსო. ჩვენი ლოცვის გარეშე ეშმაკებს და ეშმაკეულ ადამიანებს აქვთ ძალაუფლება ჩვენზე. ლოცვას ძალუც შემთხვევით ორგანიზმში მოხდრილი ნანოჩიპის განეიტრალებაც. აი რა ძალა აქვს ლოცვას. ანტიქრისტეს გამეფების მომენტისათვის მთელ მსოფლიოში მიიღებენ ისეთ კანონებს, რომ ვერც ერთი ადამიანი საიდუმლოდ ვერ შევა ტაძარში. ეკლესიებში ისეთ წესრიგს მიიღებენ, რომ ლიტურგიაც კი შეიცვლება და ის არ იქნება წმიდა. ადამიანების უმრავლესობას იარაღად მხოლოდ ლოცვა დარჩება. ლოცვის გარეშე ადამიანი ანტიქრისტეს წინაშე მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდება. დიდ ტაძრებში, რომლებიც სატანის ტაძრებად იქცევა, აღარ აღესრულება წმინდა საიდუმლოებანი და მოიხსენებენ თავის ლოცვებში ცრუ წინასწარმეტყველს. რის გამოც დატოვებს მას სული წმინდის მადლი. აღარ იქნება პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევა და ვინც მაშინ ეზიარება იქ, მხოლოდ ნამდვილ პურსა და ღვინოს მიიღებს. ვერს ეგონება მაშინ, რომ მართლა ეზიარება, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვჭირდება მონანიება და უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარქვეში ყოფნა წმინდანების მეოხება. დაიწყეთ დღევანდელი დღიდან, არ გადადოთ მეორე დღისათვის. ეს სინამდვილე გაგვეხმარება ჩვენ როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მომავალში. ვინც ამას ახლავე არ გააცნობიერებს, ის შესვამს უფლის მრისხანების ფიალას ბოლომდე. აი ამიტომ წმინდა იოანე კრონშტადტელს ერთ-ერთ გამოცხადებაში წმინდა სერაფიმე საროველმა უთხრა: ის რაც აღწერილია გამოცხადებაში, ყველაფერი ზუსტად მასე მოხდება და მე აღგიწერთ როგორ იქნება ეს. დაიმახსოვრე, რასაც ნახა უზარმაზარი დიდებული ტაძრების შესახებ. როცა წმინდა იოანეს სურდა ერთ-ერთ ასეთ ტაძარში შესვლა, წმინდა სერაფიმემ უთხრა: არ შეხვიდე, იქ მოოხრების სისაძაგლია. ანუ ეს იყო ანტიქრისტეს და სატანის ტაძარი. იმ დროში ადამიანები შექმნილი ვითარებისაგან ლამის ჭკუიდან გადავლენ, მაგრამ მორწმუნეებს არაფერი აქვთ სანერვილო. იმიტომ რომ ზეციდან დახმარება იმდენად ცხადი და სასწაულებრივი იქნება, რომ ამისთანა დახმარება პირველ ქრისტიანებსაც არ ქონიათ. მაშინ წმინდა მოწანენი, რომელთაც ნაწილებად კუწავდნენ, წვავდნენ, თვალებს თხრიდნენ, კუფში ხარშავდნენ, რაოდენ გასაკურიც არ უნდა იყოს, ტკივილს არ გრძნობდნენ. მათზე იყო სული წმინდის მადლი, რომელიც ძალმოსილებით აღჭურავდა მათ, აძლევდა განსაკუთრებულ მოთმინებას ისე, რომ ზოგი მათგანი წამების გაგრძელებასაც ითხოვდა, რათა კიდევ უფრო მეტად განედიდებინათ ღმერთი. ღვთის ძალის მათთამი გამოვლენით. ამ დროს ისინი ტკივილს ააგრძნობდნენ, რადგან მთელ ტკივილს უფალი საკუთარ თავზე იღებდა. ეს ტკივილები უფალმა თავდაპირველად ჯვარცმისას აიღო თავის თავზე. ამიტომაც იცის უფალმა, რაც არის ტკივილი და არ სურს, რომ მისმა შვილებმა ბოლომდე განიცადონ თავის თავზე. ცხოველს ყოფილი ჯვრის ძალა ანტიქრისტეს დროს ისეთი ძალით დაიცავს თავის შვილებს, რომ ეს უმცირე საქმეებშიც კი გამოვლინდება. ვინც სიმდაბლითა და მოთმინებით არჩევს უფლის ჯვარს, ვისაც არ ექნება მრავალფეროვანი საკვები, ის ცხოველს ყოფილი ჯვრის ძალით, პურის პატარა ნატეხით მთელ ოჯახს გამოკვებავს. ეს ნამდვილად არ არის ზღაპარი.
ასე იქნება. როცა ურწმუნოები იხილავენ ამგვარ სასწაულებს, ისინი შურისაგან ეშმაკეულებად იქცევიან. ღვთის წინაშე ამ მომენტისათვის მათ უკვე თავისი არჩევანი გაკეთებული ექნებათ. უფლის ერთგულებს კი ღვთისაგან მოევლინებათ წმინდა ადამიანები და ანგელოზები ადამიანების სახით. ისინი მორწმუნეთა გვერდზე იქნებიან და დაეხმარებიან ფიზიკურადაც და სულიერადაც. მაშინ მოვლენ წინასწარმეტყველი და იზრუნებენ იმაზე, რომ არ დარჩეთ არავითარი კითხვები და ეჭვები მორწმუნეებს. ურწმუნოები და განდგომილები კი ძლიერ დაიტანჯებიან. სიტყვა დაიტანჯებიან აქ კიდევ რბილათაა ნათქვამი. მაგრამ მათ საკუთარი ნებით აერჩიეს ეს გზა. კიდევ ერთხელ მინდა გითხოვოთ, გაერთიანდით ლოცვაში. დაეყოვილი თქვენგანი მტკიცე რგოლად იქცეს ჩვენ სარწმუნოებულ ჯაჭვში, რათა გადმოვიდეს უფლის მადლი ჩვენზე, რომ არ შევშინდეთ და არ დაგვეწყოს მერყეობა. აზრები კი ნათლილი და ზეცისაკენ მიმართული იყოს. როდესაც ჩვენი უფლის საფალქვეში ვმყოფებით, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. შიში უნდა ქრებოდეს, ზიარება უნდა აძლიერებდეს სხეულსაც და სულსაც. არ გადადოთ ეს სამომავლოდ. ნუ იგონებთ მიზეზებს, უფალი მოვიდა ცოდულთა გადასარჩენად. ავიდა ჯვარზე, რათა ჩვენ გვიბოძოს მარადიული ცხოვრება და თუ ჩვენი ნებით ვამბობთ ზიარებაზე ვარს, გამოდის რომ არ გვინდა ეს მარადიული ცხოვრება. მას რაღაც მოვინათლეთ, იმისათვის რომ მხოლოდ სიტყვით ვიყოთ მართლმადიდებლები. ზეციური მამა თავისთან გვიხმობს. თავად უფალმა გვაუწყა, რომ იგი მოვა უწინარეს სოფლის აღსასრულისა. განა ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენს პლანეტაზე, მთელ მსოფლიოში. განაბრმები ვართ. თუ გვინდა რომ ჩვენი ჭკუით ვიცხოვრობთ, რომელიც სატანის ჩურჩულს ისმენს. ყველაფერი რაც მოგიყევით იმისათვის გითხარით, რომ უფრო გაძლიერდეთ, რადგან უკვე დაწყებულია ის მოვლენები, რომელიც თანდათან საშინელი გახდება. ჩვენი სამშობლოს მიმართაც ისეთი გეგმები აქვთ შემუშავებული, რომელთა შესახებაც რაიმე რომ გაიგოთ, შეიძლება მარილის სვეტებად იქცეს. ანტიქრისტეს პირველი საკონცენტრაციო ბანაკის გახსნა ჩაფიქრებულია საბერძნეთში. ოღრომ იცოდეთ რა მსაკრული გეგმაა შემუშავებული, მაგრამ ღმერთი მხოლოდ მცირეს დაუშვებს, ისიც ადამიანთა გონზე მოსაყვანად. უფალი არ დაუშვებს ადამიანთა ხოცვის თავარი გეგმის განხორციელებას. მსოფლიოს მმართველების შეთქმულებას აწყობენ. მათ შემუშავებული აქვთ გეგმა, როგორ დააჩოქონ მართლმადიდებლები, მაგრამ ღმერთი ჩაშლის ამ გეგმის განხორციელებას. რადგან შეთქმულებაში მონაწილე ქვეყნები ომით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სატანის ზაკრულ გეგმას ღმერთი მათ წინააღმდეგ შემოაბრუნებს. მალე ნახავთ, რუსეთი მარტოდ მოკავშირეების გარეშე წავა მთელი ევროპის წინააღმდეგ და დაიპყრობს აზიას. ეს თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასე იქნება. ჩვენ გაუცდებით, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ გაუცდებით საიდუმლო სამხედრო ტექნოლოგიებით, რომლებიც აქვთ რუსეთს. არამედ შიშისაგან დაიზაფრება ნახევარი მსოფლიო. პაკისტანის თავზეც კი რუსული დროშა აფრიალდება. დიახ, რუსული დროშა. დასაწყისში რუსეთი რაღაცას ვერ გაიყოფს გერმანიასთან და მოხდება სამხედრო კონფლიქტი. თავიდან სასწორი გერმანიის მხარეს გადაეხრება, მაგრამ მალე რუსები მოსრს გაავლებენ მათ. ლუციფერი გააქეზებს ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც მას ემორჩილებიან უსიტყვოდ. ისინი დაეხმარებიან გერმანიას და თავის იარაღს მიმართავენ რუსეთის წინააღმდეგ. მთავარი შეტაკება მოხდება სტამბოლის გაასწრებით. ასეთ სტრატეგიას გამოიყენებენ 8 ან 10 სახელმწიფო. ისინი ჯარს გაუშვებენ სტამბოლში, რათა შეებრძოლონ რუსეთს. ისეთი ბრძოლა და დაბომბვა დაიწყება, რომ ყველაფერი მიწასთან გასწორდება. მხოლოდ ერთი ტაძარი გადარჩება, წმინდა სოფიას სახელობის. კონსტანტინოპოლზე რაც წერია, ყველაფერი აღდება. უფალი არ შეცვლის არაფერს. ყველა იმ წინასწარმეტყველებას, რაც დაწერილია კონსტანტინოპოლზე. ყველა იმ ქვეყნებში, რომლებიც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყება საშინელი ნგრევა. ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და დაბომბვისგან განადგურდება ნათესები. აგრარული რაიონები მიწასთან გასწორდება, რის შემდეგაც საშინელი შიმშილობა დაიწყება. იქედან გამომდინარე, რომ ისინი ღმერთს არ სრობენ, უცებ აიფეთქებს კანიბალიზმი. დიახ, ჩვენ ცივილიზებულ დროში, ცივილიზებული ადამიანები, რომლებიც თავის თავს ყოველ შემთხვევაში ასე უწოდებენ, დაიწყებენ ადამიანთა ხორცის ჭამას. ჩვენ კი უფლის სადიდებლად ძლიერ შიმშილს სიმდაბლით გადაურჩებით. იმიტომ რომ ბერძენ ხალხს უყვარს ღმერთი და ლიტურგია არც ერთი დღით არ შეწყდება. ბერძნებმა იციან თუ ვის უნდა მიაკითხონ გასაჭირში. ეს ჩვენ გავიზიარეთ ჩვენი 2000 წლიანი ისტორიის მანძილზე. მაგრამ ევროკავშირი, თურქეთი და ისრაელი ჩვენ ისე დაგვამცირებენ, რომ ბევრი იკითხავს მაშინ. ეს საერთოდ სახელმწიფოა თუ მონათლობელური პლანტაცია? უფალი ამისანა დამცირებას ჩვენ სასიკეთოდ დაუშვეს. მშიერი და დამცირებული ღმერთს თხოვს დახმარებას და არა ეშმაკს. მადლობა ღმერთს,
უძღებიშვილის იგავი ჩვენთან ბავშვებმაც კი იციან. ბევრისათვის არაა საიდუმლო, რომ ჩვენი ქვეყანა შეგნებულად გავსეს უკანონო ემიგრანტებით. ჩვენ მტრებს გარკვეული მიზანი ამოძრავეთ. პაკისტანის, ავღანეთის და მსგავსი ქვეყნების მუსულმანებს საშინელი სიზღე აქვთ მართლმადიდებელთა მიმართ. ალაგ-ალაგ ჩასახლებული ეს ემიგრანტები დაიწყებენ გაუპატიურებებს, ძარცვას და მსგავს არეულებებს. მაგრამ მასიური სახე ამას არ უნდა მივაღებინოთ და უნდა გავერთიანდეთ საკუთარი სახლების დასაცავად. ისინი, ვინც ცდილობს დღეს ხელში ჩაიგდონ ჩვენი მიწის ნაყოფიერი სავარგულები, უკვე ცდილობენ კიდეც კარგ რეგიონების მისაკუთრებას. უძრავ ქონებაზე ფასების მყისიერი აწევა და შემდგომ დავარდნა ევროკავშირის გეგმა იყო. ისინი ისაკუთრებენ ამ გაუფასურებულ მიწას. მათ იმედი აქვთ, რომ ჩვენს გაპარტახებულ მიწაზე საკუთარ წესებს დაამყარებენ, მაგრამ უფალი მათ შეეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ უფალი ისეთ სიტუაციას მოუწყობს მათ, რომელშიც მათი ფარული გეგმები გაცხადდება. გამოფხიზდებიან ბერძნები და იარაღს აისხამენ. დადგება დღე, როცა მოღალატე ბერძენი პოლიტიკოსები ეცდებიან ქვეყნიდან გააქცევას, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ შეძლებს. ბერძნები მობილიზდებიან და კონტროლზე ეყოლებათ მოღალატე პოლიტიკოსები. კვიპროსი და საბერძნეთი კიდევ პასიურად ცოტახანს დააკურდებიან პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, რის გამოც უიმედობაში დაინთქმებიან, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით. სისხლის დაიღრება, რაც გარდაუვალი იქნება. ჯერ ბერძნული სისხლი დაიღრება, შემდეგ კვიპროსელები გამოფხიზდებიან, დაიწყებენ თურქეთის თვალთვალს. მაგრამ მანამდე კიდევ გზაა გასავლელი. ევროპელები ცდილობენ მართონ ჩვენი ქვეყანა, უფრო სწორად ევროპული ლიდერები. ისინი ცდილობენ ჩვენი მიწიდან მთელი წიაღისეული მოიპარონ. თავის მარიონეტ ჩვენს პოლიტიკოსებს კი მხოლოდ ძვალს უხდებენ. ნაწილობრივ მათი გეგმები სრულდება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ანუ ბოლომდე ვერ გააპარტახებენ საბერძნეთს. უფალი ისე მოაწყობს, რომ რუსეთს ექნება თავისი სტრატეგიული გეგმები ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ეს გეგმა კი გულისხმობს იმას, რომ რუსეთი კი არ განადგურდეს, არამედ გაერთიანდეს მართლმადებლურ ერებთან. რუსეთი შეებრძოლება თურქეთს. ჩვენთვის ეს ცნობილია წინასწარმეტყველებიდან. რუსეთი ომს დაიწყებს იმიტომ, რომ ხელყოფენ მის მატერიალურ და სტრატეგიულ ინტერესებს. თურქეთის 60 ნაწილად დაიშლება. ყველა ოსმალო, რომელიც გადარჩება ომის პირველ დღეებში, გაიხიზნება ქვეყნის სიღრმეში, რათა გადარჩეს. ხოლო ისინი, ვინც საიდუმლოდ მართლმადებლურად მოინათლენ, ამის შემდეგ საჯაროდაც დაამოწმებენ ქრისტიანობას და დარჩებიან რუსების მიერ დაკავებულ თურქეთის ტერიტორიაზე. ასე აღსრულდება თავადუფლის ღვთაებრივი სამართალი, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მათ მძიმე დღეები დაუდგებათ. ბევრი ვერ გადაიტანს. ისეთი შიმშილი იქნება, რომ პურს მოფერებით მოიხსენიებენ. ეკონომიურად ისეთ პირობებში ჩაგვაყენებენ, რომ საქონლის საზღვარგარეთიდან აღარ შემოიტანენ. ადგილობრივი წარმოება კი გაბანკროტების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ეს ეხება იმ საწარმოებს, რომლებიც კიდევ რამენაირად არსებობს. სწორედ ამიტომ ურჩევდნენ წმინდა მამები ყველას სოფელში წასვლას. სოფელში კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ გაცვლა-გამოცვლა აწარმოონ. ქალაქში კი ძალიან ძნელი იქნება ცხოვრება და გადარჩენა. მაგრამ ამ გასასწრების ბოლოს ელა დაადგება და კვლავ განადიდებს ღმერთს. ასევე იცოდეთ, რომ ბერძენი ხალხის ყველა მოღალატე, რომლებიც მარიონეტებად იქცნენ იმ მასონების ხელში, რომლებიც დღეს მსოფლიოს მართავენ, ეს გამყიდველები მოღალატეობისათვის საკუთარი სიცოცხლით ზღვავენ. არც ერთი არ დარჩება ცოცხალი ბერძენი ერის აღდგომის მომენტისათვის. ისინი სიცოცხლეს გამოესალმებიან მოულოდნელად, სულ სხვადასხვა გზით. ზუსტად იმის წინ, როცა წმინდა სოფიას ტაძარი მართლმადებელთა ხელში აღმოჩნდება, ეკლესია გაეწმინდება მოღალატებისაგან და ის და არ ექნებათ მათ შენდობა, არც გამართლება. თითქოს არ იცოდნენ, რომ ხალხს ქვესკნელისაკენ ერიგებოდნენ. მაშინ დადგება დრო, როცა აეხილებათ მორწმუნეების სულიერი თვალი. ისინი იგრძნობენ მართლმადებელი სარწმუნოების მთელ ჭეშმარიტებას და ძალას და დადგება მშვიდობისა და სიმშვიდის პერიოდი. მაგრამ ეს მშვიდობა მხოლოდ საბერძნეთში დაესადგურებს. იგი უწინდელივით პატარა აღარ იქნება. მისი საზღვრები გაფართოვდება. მართლმადებელთა რაოდენობა კი გაიზრდება. ნეტავრად შეიძლება მეტი ადამიანი მოიქცეს. რადგან ჩვენთვის მაშინ დადგება მშვიდობის პერიოდი. ჩვენ საზღვრებს გარეთ კი გაჩაღებული ომის ცეცხლი იქნება. ბუნებრივი კატაკლიზმები და უბედურებები იმძიმვარებს. ამერიკა-რუსეთის ომი რუსეთ-ჩინეთის ომში გადაიზრდება. ეს იმიტომ მოხდება, რომ ჩინელები დაიკავებენ იმათ მიწებს, ვისთანაც იბრძოდნენ და დაამარცხეს. მაშინ ჩინეთი თავის თავს მიიჩნევს სუპერსახელმწიფოდ. ადგილ-ადგილ საკუთარ რელიგიასაც გაავრცელებს. მასონების ის ნარჩენები, რომლებიც დაიმალებიან ევროპასა და ამერიკაში, შეძლებენ ჩინეთთან მოლაპარაკებას.
შეპირდებიან რა გამარჯვების შემთხვევაში ციმბირს იმის სანაცვლოდ, რომ ჩინეთი რუსეთს თავის ადგილს მიუჩენს. პირმოთნეობითა და მოგთამით ისინი თავისას მიაღწევენ. მაშინ ჩინელები მთავარ მტრად ჩათვლიან მართვანდილებს. ჩინეთი დაიწყებს რუსეთის პროვოცირებას და შემდეგ დაიწყება ომი, რომლის დროსაც რუსეთი თავად იერუსალიმამდე მიიღო. არა ახლა, არამედ ცოტა მოგვიანებით. ყველა ომი, რომელზედაც ვსაუბრობთ, მოხდება რაღაც პერიოდულობით. დაიწყება, შემდეგ გაჩერდება და კიდევ დაიწყება და ასე გაგრძელდება. ხოლო როცა რუსეთის არმია მივა იერუსალიმამდე, მაშინ მოხდება ბოლო, უმთავრესი ბრძოლა, რომელიც აღწერილია აპოკალიფსში არმაგედონის სახელით. ჩინელებისათვის დიდი სასტური გაჩნდება. ამიტომ გარისკავენ რუსეთის წინამდე გალაშქრებას და მაშინ მოხდება აპოკალიფსში აღწერილი ომი. აი ეს პატარა ბავშვები, რომლებიც ახლა წინ მისხედან, მოისწრებიან ამ მოვლენებს, რომელზედაც ვსაუბრობ. ილოცეთ, რადგან მთელ ბერძენ ხალხს მოუმზადეს სიკვდილი სულ სხვადასხვა მეთოდებით, აცრებით დაწყებული, დამთავრებული მეტალებითა და შხამებით, რომელთაც თვითრქვინავებით აფრქვევენ. ილოცეთ, რათა ხალხის დიდი რაოდენობა არ ამოწყდეს, ვისაც შეუძლია თავისუფალ დროს ილოცოს იესოს ლოცვა ფსკვნილზე. თქვენს ლოცვას ბევრი რამე შესვლა შეუძლია. ჩვენ უფალმა დაგვიტოვა იონას წინასწარმეტყველება. ჩვენ იმდენად ცუდი პერიოდი გადავიტანეთ ლოცვით, რომ იგი შეგვიმსუბუქდა და სწრაფადაც გავიდა. ძალიან მეშინა, რომ ვნების კვირაში ქრისტეს ვნების ნაცვლად ელადის ვნებების დატირება არ მოგვიწიოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არ ვილოცებთ. მე არ გაშინებთ, მე თავადაც მეშინია, რომ ასე არ მოხდეს. მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით სულ ლოცვაში, მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. არ შეგეშინდეთ ქრისტეს შესახებ უამბოთ იმათ, ვინც თქვენს გვერდითაა. არ შეგეშინდეთ უთხრათ, რომ მხოლოდ ღვთით ვართ ძლიერი. რაც უფრო სწრაფად გავერთიანდებით, მით უფრო გავძლიერდებით. თუ კი ჩვენ გულგრილი დავჩებით იმის მიმართ, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას გაუკეთონ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს სრული ძალით ყველაფერი გადავიტანოთ. ის განსაცდელები, რომელიც სატანამ მოამზადა ჩვენი ქვეყნისთვის. დაიდაგლოცოთ ღმერთმა. მთელი გულით გისურვებთ, გახდეთ ანგელოზთა ქრისტეს მხედრობა. ქრისტეს გვერდით კი ბრძოლაც ადვილია. როცა ჩვენ გვაქვს ეკლესიის სისავსე, მაშინ ღმერთიც დიდ მათს გვიგზავნის. დაიყოს თქვენზე წყალობა ღვთისა. ამინ.